брат, მე მას просто ხელი ვკარი და всё. მე თუ ვინმე სილა დავარტყი, მანდ უკვე პიზდეცია. თოფურიასნაირი ქვეშაჯვია ნამდვილად არა ვარ. ხედავთ რიებს ვაზრობს? მოდით ამ ინტერვიუს ბოლომდე უსმინოთ და მე სათანადო პასუხს მე გავცემ. ერთი კითხვა მაქვს, როგორ აპირებს სატიტულო ბრძოლის მოპოვებას თუ ოქტაგონში ილიასთან პედი ამოვიდა? თუ შენ გახსოვს ეს მომენტი? შენ გახსოვს ეს მომენტი თოფურია ოლივერას ბრძოლაზე. და რატო არ ამოვიდა ილია ოქტაგონში, როდესაც შენ ჰუკერი დაამარცხე? უბრალოდ მას ჩემთან ჩხუბი არ უნდა. ეშინია რომ დამარცხდება რეალურ პრეტენდენტთან. მე ხომ იასნია ყველაზე ძლიერი ვარ, ამიტომ სუბუქ მებრძოლს ეძებს, ასე უფრო ადვილად იქნება 77 კილოგრამში რო ავიდეს, სადაც ვითომ მესამე კამარი უნდა. თან ილიასთვის ეს ხალявა, ადვილი ფულის მოპოვების საშუალებაა, ხო ხდები? ისე გაგიტყდა რომ არ ამოვიდა ოქტაგონში, რომ არ შეგიქმნა ისეთივე მომენტი როგორც პედისთან. ესეთი ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მახსოვს, როდესაც ბროკ ლესნარი ამოვიდა ჩემთან გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შერკინებაზე ეგრევე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, ასე რომ ეს მუშაობს. ქონდა იმის იმედი რომ ილია ამოვა და გაგიპიარებს ბრძოლას. იასნია, მეგონა ეყოფოდა გამბედაობა, მაგრამ არ ამოვიდა, არ მოინდომა. იმის მიუხედავად რომ იქ იყო, ის პროსტად წავიდა. დარბაში კამერებმაც დაიჭირა ილია, მაგრამ ჭამდა რომ ამით არ არის დაინტერესებული. Конечно, მე რომ შევხედე ის შეტრიალდა, ნავერნა თვალებში შერცხვა შემომხედოს, გაიგე? გონია მას შენი ეშინია? არა მგონია, ის გამერბის და პედისთან ტრახის გაპიარება უნდა. ჩემი სახელის ხსენების მაგივრად რაღაცა ტუპოი რაღაცეებს პოსტავს, ვითომ სილა გამარტყა და რაღაც. შენ თვითონ თქვი, მე ხმა არ მომიგია, შენ თვითონ თქვი რომ სილა გაგარტყა. ვაიმე, ეგრე თუ არის, ის ყოველდღე სილებს ურტყავს თავის ძმას, გუნდის წევრებს, მწვრთნელებს, უბრალოდ ყველას მუკლავს. ნახე თავისი ძმა როგორ ეჭირა, ერთ მწვრთნელმა ინტერნეტში თქვა, შენ ძმასაც სილებს ურახუნებო? დაიცა ეს ილიას მწვრთნელმა თქვა? არა, ეს ერთ სომეხ ტრენერმა იბაზრა, ეგეთივე ფოტო გააძრო და მიაწერა, შენ ძმასაც ასე სცემო? მაგარი მწვრთნელია, სხვათა შორის მაგარი იუმორი აქვს. ახლა ვიზაც იბაზრა ცაროკიანმა, ეგ ტრენერი მე ვარ. არავინ გაბედოთ კომენტარებში რამის დაწერა, გეფიცებით არც დაგძებნით. ხო, თითქოს ხელი ლოკაზე დაგადო. აი თვითონ მოვიდა, ხელი კისერზე დამადო და მითხრა პრივეტ, როგორ ხარო? ეს ყველაფერი მედიისთვის არისო. მე მეუბნება UFC-მ თქვა, შენ შემდეგი ხარო. მეთქი როგორც იქნა. ხო და ოლივერასთან მოგების შემდეგ მემალება ტიპი. დაიცა, ეს ვიდეო წინა კვირას არ იყო გადაღებული. ეს გადაიღეს ოლივერასთან ბრძოლის კვირეულში რა. მახსოვს ჰანტერს აჩვენებდი რომ კამარი გინდა. Конечно, მაგრამ ჰანტერმა არ ვიცი რა თქვა, მგონი თქვა ვიფიქრებო. საინტერესოა ეს რას ნიშნავს? აზე არ ვარ, ალბათ კიდე ვინმე სემაა საჭირო. ან UFC ვინმე დებიუტანტს ჩამომიყვანინან იაპონიიდან, რომელიც უნდა ჩავპიზდო, პანტოჟამ როგორც გააკეთა, ხო ხდები? ისე სხვა რამე ჭკუბი გინდა ეხლა? იასნია არა. გეთანხმები. თუ კონორს არ დამაჯახებენ და შემარტო სატიტულო ბრძოლა, ბრატ. კონორთან ბრძოლა გინდა? Конечно, ვხუმრობ, UFC ამას არ დაუშვებს, რადგან მე კონორის კოშმარი ვიქნები. ისე ის დაბრუნებას აპირებს, ხო ხედავ რიებს წერს? ჩემი და კონორის ჭუბი იქნება როგორც ტოფურიას და პიმბლეტის, ხალხი იღადავებს, ხო აზეხა? ესე იგი თვლი რომ პედი არ არის ილიას მეტოქე? Вообще არა. ასე მარტივად? რატო? ნახე რა უქნა მან ჩენდლერს, გადაუარა. ბევრმა გადაუარა ჩენდლერს. ის არის 40 წლის, по-моему, 6 მარცხი და 2 მოგება აქვს. ბოლო 4 ჭუბიდან მგონი 1 გამარჯვება აქვს. ის რავი, вообще არავინ არის. აი მოკლედ რომ ვთქვა, ის არ არის ელიტნი ბაეცი, ხო ხდები? რაც შეეხება პედის, ის ოლივერასაც ვერ გაივლის, ვერც ჰუკერს, ვერც პორიეს გაივლის, ვერც გეიჯის გაივლის, ჰოლუვეისაც, ჩემზე ხო ბაზარჭკა. თუ ის მინიმუმ გეიჯის სემს, ვიტყვი რომ რაღაცა შეუძლია. თლათ ესეც არა. მე შოკია. რას გულისხმობ? Короче, თუ თვლი რომ ის კარგია, ეხლავე გავთიშავ ამ ლაივს. დაიცა არმან, არ გათიშო. ის ხომ კარგად ჭიდაობს, ხომ ასია? კაი რა. გახსოვს როდესაც პედი კინგ გრინს შეხვდა, მან ის დაახშო. ვინ ჩემი შიბლა კინგ გრინი?
ბობი გრინი, ეხლა მან სახელი შეიცვალა. სად ბობი გრინი, სად გრეპლინგი, კაი რა. ნუ ხო იცი ვინ არის ბობი გრინი? ვიცი მერე? ის კაი სტრაიკერია. აი ჩემ ძმას MMA ცხოვრებაში არ უვარჯიშე, მაგრამ კლიანუს რო შეხვდეს, ტოლმასავით შეახვევს. შენ ხომ ბობისთან ხიპიში გქონდა რაღაცა. კაი რა, ეგ პრიჩომ? შენ მას სილა შემოარტყი. არა ბრატ, მე მას პროსტა ხელი ვკარი და всё. მე თუ ვინმე სილა დავარტყი, მანდ უკვე პიზდეცია. თოპურიასნაირი ქვეშაჯვია ნამდვილად არა ვარ. თუ ვინმეს ხელი ვკარი, ამას პირდაპირ ვითხვი, გაიგე? კაროჩე, ბობი გრინიც საშუალო მებრძოლია და მოკვდა ბაზარი. ის დაღესტანშია გასაგზავნი 1-2 წლით. კაი, პედი სუსტია და თოპურია ხომაგარი მებრძოლია. ის ძალიან მძიმე თურტყავს, არის საბაზისო მოჭიდავე, როგორც თვითონ იძახის მოჭიდავე უფრო ვარო ვიდრე სტრაიკერიო. აი როგორ აპირებ მის დამარცხებას? ალბათ თიჭიდავებ, მაგრამ ასეთ საშიშ მებრძოლთან რას აპირებ? როგორ გინდა დაამარცხო? როგორც მინდა ისე მოუგებ, ბრატ, მითხარი როგორ გინდა დავაფინიშო და ისე ვშრავ. თუ გინდა დაბლიდან ფეხით გავტიშავ. კი, შენ შეგიძლია მომწონს შენი დაბლიდან დარტყმები. კაროჩე, ჯერ დავღლი, მერე დაბლიდან ფეხს გაუტარებ და всё, ეს არის ჩემი გეგდა მოკვდა ბაზარი. იანგერის და ჰამზათ შორის რა მოხდა? ჩიმაიმა იმ საღამოს 2 ბრძოლა მოიგო. ეს როგორ? კაროჩე, ავტობუსიდან გადმოვდივართ, არენისკენ მივდივართ რა და ვიღაც დაცვის თანამშრომელმა მას ხელი კრა და არ შეუშვა. დავაი უკან დაიხიო, მანდ რაღაცა შემოღობილივით არის, ხო ხვდები? არენაზე არ შეუშვეს? ხო რა, არ შეგვიშვეს იტოქში და ხამზატმა ბახ დაუხუილა ეგრევე. გასახდელში რო შევედით, პოლიცია გამოიძახეს. ჩიმაევი გაიყვანეს, შემოიყვანეს, ხო და იგივე პონტი იანგერისთანაც იყო რა. ხელი კრა გერის? ხო რა. ნამდვილი შეშლილია. კაი, გაგიკვირდა ისლამმა რა ადვილად დაამარცხა მადალენა. ისლამი პალიუბომ მოიგებდა, მაგრამ არ მეგონა ამას ასე ადვილად თუ იზავდა. მახაჩევი ახლა თავისი ფორმის პიკშია, როგორ ეჭირა დისტანცია, თან წყნარი იყო, ტექნიკური, როცა საჭირო იყო ადვილად შედიოდა, ადვილად აქცევდა მადალენას, ვაფშე როგორ ემზადებოდა, ჯეკი მან ერთი გდებაც ვერ შეასრულა. გეთანხმები, იგივე რაც ჩიმაევმა დუპლესის შეუსრულა. მან ერთის პროლიც ვერ გაუკეთა. ხამზატი ძალიან ადვილად აქცევდა დუპლესის, აქაც იგივე მოხდა. კაროჩე, ისლამი მხეცია pound for pound-ის მეფია რა, მოკვდა ბაზარი. კაი, სანამ დაგემშვიდობები, რამეს ხომ არ ეტყოდი ილიას? რავი რა, ილია თავი ხელში აიყვანე და შემხვდი. ამ ჩხუბს ბევრი ხალხები ელოდებიან. შეეშვი პედისთან რესლინგაობას, ეს სერიოზული სპორტია, ბრატ, სადაც ნამდვილი პრეტენდენტი აქ ვარ და გელოდები. მოდით პირადად ჩემ აზრს დავაფიქსირებ. ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი აზრი და მეტი არაფერი, როგორც ამ სპორტის ჩვეულებრივი რიგითი ერთ-ერთი კომაგი. კი, არ მან იმსახურებს ილიასთან ბრძოლას და იმის გამო კი არა, რომ ის რაღაცა ძალიან ძლიერი ან განსაკუთრებულია. არა, იმის გამო, მხოლოდ იმის გამო, რომ ის პირველი არის რეიტინგში და თუ პირველი ხარ რეიტინგში, ესე იგი შენი შემდეგი ბრძოლა უნდა იყოს სატიტულო ჩემპიონთან. ხო ასეა, აპარასაჭიროა მაშინ რეიტინგები. ლოგიკურად კი ესეა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ ყველაფერს წყვიტავს მხოლოდ ორგანიზაცია UFC და UFC თუ ჩათვლის, რომ ეს ბრძოლა არის საჭირო იმისათვის, რომ კომპანიამ დიდი ფული გამოიმუშაოს, ასეც მოხდება. თუ არა, ვინც გინდა მოვიდეს, არმან წარუკიანი, ჯო როგანი თუ ბროკ ლესნარი მოიყვანონ, ეს ბრძოლა არ შედგება. გავერკვიეთ, რომ ორგანიზაცია მარტო მოგებაზე ფიქრობს, ეს ფაქტებია და მაშინ თქვენ მითხარით. ილია თოფურია და ისლამ მახაჩევს შორის ბრძოლაზე მომგებიანი კომპანიისთვის დღესდღეობით რომელია? ორი კამრის მფლობელები pound for pound-ის რეიტინგში პირველი და მეორე ნომრები და ზოგადად UFC-ში ორი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ხმაურიანი და მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნება, რომელიც ჩატარდება თეთრსახში, ამიტომ თქვენც რო იყოთ ორგანიზაციის ადგილზე, თქვენ ამ ორ მებრძოლს მაგ დღემდე მიიყვანდით დაუმარცხებლად. ხომ უნდა შეუქმნა რაღაცა ბექგრაუნდის ასწაული ლეგენდა, რომ ხალხმა ფული ჩადოს. ამიტომ UFC არ გარისკავს. აი რისთვის უნდა მაგალითად ისლამ მახაჩევს შეახვედრონ შავკატ რახმონოვი, რომელიც სხვებთან შედარებით, აი ცოტათი მეტი შანსი აქვს
გამარჯვების. ვაიდა ისლამ მახაჩევმა წააგოს, ეს ხომ კომპანიისთვის არის მილიარდობით ზარალი. ამიტომ ისლამ მახაჩევს შეახვედრებენ ისეთ ტიპს, რომელსაც ის თავისი ჭიდაობის მეშვეობით გადაულის, მაგალითად, პრატეს ან მორალეს. იგივე ხდება ილია თოფურიასთან. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამარცხდეს, ამიტომ ჯობია რაღაცა სანახაობრივი ნოკაუტით ვინმე გათიშოს, მაგალითად პიმბლეტი ან გეიჯი, ეს მის ხაიბს უფრო მაგრად აწევს, უფრო მაგარი ბექგრაუნდი ექნება, უფრო მაგარი ლეგენდა იქნება და ნამდვილად არ აწყობს UFC-ს რომ შეახვედრონ არმან ცარუკიანი და რა ვიცი 2 ან 3 რაუნდი მიწაზე იგორაონ და ბოლოს ილია თოფურიამ დაახჩოს ის და კი დაახჩობს აუცილებლად, იმიტომ რომ დენ ჰუკერს ჰქონდა 2 მომენტი, საიდანაც არმან ცარუკიანი გამოზრა თუ თვითონ ვერ გაკაჩა, აი 1,000,000% დარწმუნებული ვარ, ილიას რო ქონოდა ესეთი მახრჩობელა ჰელიოტინა, ის არმან ცარუკიანს უეჭველი გათიშავდა. ასე რომ რა დაგვრჩენია, ჩვენ ვიღადაოთ არმან ცარუკიანზე, შეიძლება არმან საერთოდ არც უნდოდეს ილიას კმენა და ესეთი რაღაცეები, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს, მაგრამ როგორღაც უნდა მიიქციოს თავისი ყურადღება. დაწერეთ თქვენი შაუბნელი თეორიები კომენტარებში, მე კიდევ ამით გემშვიდობები.